მოგესალმებით, მეგობრებო. მე ვარ ლამრი და ეს არის ჩემი არხი კეტო მეგობარი. ალბათ მივხვდით, რომ ჩემი კონტენტი კეტო დიეტას ეხება, თუმცა არა მარტო კეტოს, არამედ ზოგადად ჯანსაღი კვების და ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმართულებით იქნება. თუმცა, სანამ თემის ძირითად ნაწილზე გადავალ, მინდა ორიოდე სიტყვით ჩემს შესახებ გიამბოთ. ვარ 29 წლის, სამი შვილის დედა, პროფესიით ეკონომისტი. დამეთანხმებით დედობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. 24/7-ზე ვართ ამ საქმით დაკავებულები და საკუთარი თავისთვის დრო თითქმის საერთოდ არ გვრჩება. მინდა რომ ჩემი არხი გახდეს შთაგონების წყარო ყველა იმ დედისთვის, ვისაც არ უნდა რომ ყოველდღიურობაში დაიკარგოს, არამედ იპოვოს თავისი თავი და თავისი საქმე. მე ზუსტად იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავარ, რაც ზოგადად დედობას ახლავს. თუმცა მე ვიპოვე ჩემი საქმე. ახლა გისურვებ შენც მალე იპოვო. ჩემი ცხოვრების ეტაპზე დადგა მომენტი, როდესაც შევამჩნიე, რომ დეგრადაციისკენ მივდიოდი და გარკვეული ნაბიჯები უნდა გადამედგა ამის შესაჩერებლად. ვფიქრობ, რომ პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების სტილია და რატომ ავირჩიე კეტო? კეტო გამოცდილება უკვე მაქვს წარსულში. ბავშვობიდან მოყოლებული ჭარბი წონის პრობლემა ყოველთვის მოწუხებდა. განსაკუთრებით კი პირველი ორი ბავშვის გაჩენის შემდგომ მოვიმატე, რამაც ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა სტრესი, დეპრესია და თვითშეფასების ნაკლებობა გამოიწვია. საბოლოო ჯამში დავიწყე ქექვა ინტერნეტში. მინდოდა რამე ისეთი დიეტა მომეძებნა, რომელიც ჩემთვის უნივერსალური იქნებოდა და რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დისკომფორტის გარეშე დავიცავდი. სწორედ ასეთი აღმოჩნდა კეტო. კეტო არ არის უბრალოდ დიეტა, არამედ ეს არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი. პირველად 1920-იან წლებში გვხვდება კეტო დიეტა და მაშინ გამოიყენებოდა ისეთი დაავადებების საწინააღმდეგოდ, როგორიც არის ბავშვებში ეპილეფსიური კრუნჩხვები. კონკრეტულად ამ დიეტის საშუალებით ბავშვებში ეპილეფსიური კრუნჩხვის სიხშირის შემცირებას ახერხებდნენ. ამას გარდა კეტო გამოიყენება მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. თუმცა თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კეტო დიეტით შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა. აუცილებელია, რომ ექიმის რეკომენდაციის და მეთვალყურეობის ქვეშ დაიცვათ ეს დიეტა. გარდა ამისა, კეტო დიეტას მიმართავენ ისეთი დაავადებების საწინააღმდეგოდ, როგორიც არის მაგალითად ალცჰაიმერი, კიბო. ის აუმჯობესებს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს, არეგულირებს წნევას და ჯანსაღი ქოლესტერინის დონეს. ასევე გამოიყენება ისეთი დაავადებების საწინააღმდეგოდ, როგორიც არის პოლიკისტოზური საკვერცხეები ქალებში. სლაიდის სახით წარმოგიდგენთ იმ დაავადებების ჩამონათვალს ზოგადად, რომლის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება კეტო. ამათში სხვათა შორის აკნეც შედის. თუ გაწუხებთ აკნეს პრობლემები, შეგიძლიათ კეტო დიეტით იმკურნალოთ. არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და სამედიცინო რეკომენდაციას ვერ გაგიწევთ. თუმცა შემიძლია ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ, რაც შესაძლებელია თქვენთვის შთაგონების წყაროც კი აღმოჩნდეს. თუ თქვენ გაწუხებთ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ღვიძლთან დაკავშირებული, გირჩევთ, რომ ამ დიეტისგან თავი შეიკავოთ, ან თუ დაიცავთ აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი რეკომენდაციით, რადგან კეტო დიეტის დროს ყველაზე მეტი დატვირთვა სწორედ რომ ღვიძლზე მოდის. ვიცი, ახლა სკეპტიკურად ხარ განწყობილი ამ დიეტის მიმართ. მე ზუსტად ასე ვიყავი, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცადე კეტო დიეტა და ამან საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. პირველ 2 თვეში წონის დიდი ნაწილი, ხოლო 5 თვეში მთლიანად დავიკელი ჭარბი წონა. თუმცა ჩვენს ცხოვრებაში დგება ისეთი დეპრესიული მომენტები, რომლის დროსაც არაფრის ხალისი არ გვაქვს. და მეც სწორედ ასე დამემართა. ამიტომ დავანებე კეტოს თავი. ამას დაემატა მესამე ორსულობა და დიდი ხანი გავიდა მას შემდგომ, რაც ჯანსაღი კვებით აღარ ვიკვებები. ახლა ისევ დავიწყე კეტო დიეტა, თუმცა ამჯერად არ მინდა რომ ეს ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს. არამედ მსურს რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ყოველდღიურობაში შემოვიტანო ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრება კეტოს სახით. სხვათა შორის ამ მხრივ საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს. მაშინ, როდესაც კეტოზე ვიყავი, ძალიან ბევრი საოჯახო კულინარიული რეცეპტის კეტო მეგობრული ვარიაცია შევქმნი და აუცილებლად გაგიზიარებთ ამასაც. ალბათ გაინტერესებთ ზოგადად რის შესახებ იქნება ჩემი არხი.
ჩემს არხზე თქვენ ძირითადად პრაქტიკული ხასიათის ვიდეოებს ნახავთ. მაგალითად, როგორიც არის კეტომეგობრული პროდუქტების განხილვა, დაგემოვნება, ასევე კეტომეგობრული კერძების მომზადება. ჩემს არხზე ასევე გასართობი და სახალისო ვიდეოებიც შეგხვდებათ. ვეცდები მაქსიმალურად გაგიზიაროთ ის ყველაფერი, რაც ვიცი ზოგადად კეტოს შესახებ. შეიძლება ამ ეტაპზე ჩემი კონტენტი მხოლოდ კეტო დიეტით შემოიფარგლებოდეს, თუმცა სამომავლოდ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის გეგმები მაქვს და იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად აუცილებლად განვახორციელებ. მე ძალიან მჭირდება შენი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ უკულკავშირს აუცილებლად მივიღებ. თუ რაიმე კითხვები გექნება ზოგადად კეტოსთან დაკავშირებით, აუცილებლად დამიკომენტარე. მე ყველა კომენტარს ვკითხულობ. თუ ბევრი კითხვები დაგროვდება, დამატებით ვიდეოსაც გადავიღებ ამასთან დაკავშირებით. შემდეგ ვიდეოში კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის კეტო, როგორ ვიკვებებით კეტოზე და როგორ უნდა დავიწყოთ კეტო დისკომფორტის გარეშე. თუ შენ ხარ დაინტერესებული ჯანსაღი კვებით, აუცილებლად მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო უკეთესი, რადგან შევძლებ მომავალში უფრო მეტი საინტერესო, გასართობი და ჯანსაღი კვების კონტენტი შემოგთავაზოთ. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.